ვინაიდან დღეს უნდა ყოფილიყო სესია არ ჩატარდა, ხალხი შეკრებილია ერთი მეორე მხრიდან, იქ შეიძლება ვითარება ისე შეიცვალოს ყოველ წუთას, რომ უკვე საღამოს შეიძლება ბჟანიას კაბინეტი საერთოდ გამოგდებული ვიხილოთ, როგორც ეს მოხდა თავის დროზე ან კვების დროს. ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ რაზეა წამსვლელი ბჟანიას კაბინეტი და რაზეა წამსვლელი მერე ოპოზიცია ამის საპასუხოდ, დღეს ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. ხალხი ყავს შეკრებილი ბჟანიას თავისი მომხრეები, რომლებმაც უნდა გაუმაგრონ ზურგი, მაგრამ მეორე მხარესგან ოპოზიციის წარმომადგენლები და ის ხალხი, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსეთის ექსპანსიას აფხაზეთში და ცდილობენ ნებისმიერი კანონი, რომელიც არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, ნებისმიერი ფორმით დაბლოკონ და არ მისცენ საშუალება რუსეთს დაემკვიდროს ადგილი ისე რომ მერე აფხაზები აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ამას ყველაფერს კიდევ აქვს ფონად მოახლოებული არჩევნები. ოპოზიცია ცდილობს ვიღაც კანდიდატი გამოსახოს, რომელიც დაუპირისპირდება ამ არჩევნებზე ბჟანიას. ჯერჯერობით ყველაზე აქტიური არძიმბა არის და ვფიქრობ, რომ შეიძლება ის იყოს ოპოზიციური მხარის კანდიდატი შემდგომ არჩევნებზე. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მოღვაწეობის პერიოდში არ ყოფილა ასეთი პროტესტის, ასეთი ხარისხი, ასეთი გამოვლინებები, იყო ზოგიერთი კამერული სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ აი ასეთი შედარებით ორგანიზებული, შედარებით მასობრივი კონკრეტულ საკითხთან, თუნდაც ეკონომიკურ საკითხთან ჯერ აფხაზეთში არ ყოფილა, სოხუმში არ ყოფილა, ამ თვალსაზრისით ყველასთვის საინტერესოა, ვინც დაინტერესებულია აფხაზეთის პრობლემატიკით. ეს არის ეკონომიკურად დაინტერესებული ადამიანების კონგლომერატი, რომლებიც გამოდიან, ასე ვთქვათ, ძალიან ცხოველი, გამწვავებული პროტესტის ნიშნით რუსეთის ამ პოლიტიკის მიმართ. ეს არის სუფთა ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება განვითარება ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. არ მინდა ახლა წინსწრები პროგნოზები მაინც და მაინც ისეთი ხისტად გავაკეთო, მაგრამ უბრალოდ შეაშინებენ, უბრალოდ ძალით იმოქმედებენ, იძალადებენ ამ ადამიანებზე და არ ამგონია იქ არის ისეთი ოპოზიციური ძალა, პოლიტიკური სარჩულის მქონე, რომელიც ამას ყველაფერს გაუძლებს.